მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ, ეხლა არის დაახლოებით თვის ნახევარი. ეხლა გავიღვიძე. დღეს ეხლა რა ხდება რა? მოკლედ, რა გეგმები გვაქვს? დილით ვნახავთ ახლა რამდენი კილო ვარ უზმოზე, როგორც ყოველთვის ჩვენი ყოველდღიური რუტინა. ესე იგი, დავიწყებ ვიდეოს ედიტს. გუშინ მინდოდა დამეედიტებინა ვიდეო, მაგრამ მომიწევდა ისევ ღამის გათენება, რაც საშინლად ხელს შემიშლიდა. პირველ საათზე მოვედი დაახლოებით სახლში ისედაც და ძალიან დაღვრილი ვიყავი. და ღამის გათენება კიდე ჩემს ფორმაზე ძალიან სულად იმოქმედებდა რა. ის გამოც ძალიან დიდი ბოდიში იხდით. და მოკლედ ვეცდები ხოლმე რომ როცა კადრებს გადავიღებ, მე ეგრევე დავიძინო და შემდეგ დღეს დილით ადრე ავდგე იმის ხარჯზე რომ მთელი დილა ვაედითო და YouTube-ზე ვიდეო დავდო. ვეცდები რომ დაახლოებით 11 საათისკენ მაინც დაიდოს ეს ვიდეო. ხო. მოკლედ, ნახოთ ახლა დილის წონა, რამდენი ვართ. ჩვენი სასწორი, ჩვენი ჩუსტები. სამოცდ 18 და 600. ბაც. წონას ვიკლეთ ნელ-ნელა. უფრო და უფრო ვშევით. ძალიან დაგვითხრელდა კანი. ძალიან კარგია ეს ყველაფერი მომწონს. მოკლედ, წავედი ახლა მე ვიდეოს დავაედიტებ და შემდეგ ჩაგერთვებით ისევ დავიწყოთ ჩვენი ყოველდღიური გეგმა, რასაც ვაპირებთ. წავედი. მოკლედ, ვიდეო რენდერდება, დაიდება, ცოტა კი დავაგვიანებდება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ მართლა არ მქონდა, იმიტომ რომ წინის გამოსწორება ყველავანაირად ჭირდებოდა რა. ნახოთ ახლა დილის ფიზიკი როგორი არის. მართლა მეგონი წინა ვიდეოში როგორც ყოველ დღე ვიცვლებთ. ყოველ დღე. რაც ძალიან მახარებს. მოკლედ, ნახოთ ახლა. ძალიან დავიღალე ახლა უკვე ენერგიაზე საერთოდ არ ვარ. ყვება გველოდება წინ. ესე იგი, 300 ნახში წყალზე ავედით. დავიწყეთ უკვე ახალი ყვება. ყველაფერს თანდათან უფრო გაგარკვევთ და მოკლედ წავიდეთ ახლა საჭმელი გავიმზადოთ, თორე მართლა უკვე ძალიან ჩავარდნილი ვარ და კარჩი რავი რა. წავიდეთ ახლა ყვება გავიმზადოთ. გადმოვინესოთ სამზარეულოში. რაღაც ძალიან შემაცია და რაც ხელთმოხდა ყველაფერი ამოვიცვი. მოკლედ, ეხლა გვაქვს დილის კვებაზე გვექნება რა კვებაც ქონდა იგივე, უბრალოდ ნახში წყალი გვაქვს ჩასმული 300 გრამი კარტოფილი. ანუ 300 გრამი კარტოფილი გვაქვს დილიდან. აი საშინად მიხარია, აი არ ვიცი, წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორ. მოკლედ, ეხლა გავარჩევ გადავარჩევ კვერცხის ცილას და გულებს და შემდგომ უკვე შევწავ 5 კვერცხის ცილას ერთ გულთან ერთად და 300 გრამ კარტოფილს თავის კიტრი პომიდორთან ერთად. გავიკეთეთ კვება. ჩვენი კარტოფილი 300 გრამი, 5 კვერცხის ცილა ერთი გულით, კიტრი პომიდორი. აქეთ ვიდეო უკვე დარენდერდა, YouTube-ზე იტვირთება, ცოტა კი გამეწერა 12 საათი ხდება, მაგრამ რაც არის ეგ არის რა. ავედი ახლა თამბნეილს გავაკეთებ რაღაცა
და ვიდეოს ავტვირთავ YouTube-ზე, გუშინდელს, ვისაც არ გინახიათ უოჭველი, ნახეთ, ძალიან მაგარი ვიდეო გამოვიდა Lexus-თან და ბიჭებთან ერთად. მოკლედ, წავედი ახლა. ესე იგი, ახლა 2 საათი დაიწყო. არც კი მახსოვდა მართლა აი დროში ისე ორ არეული. მათემატიკა მქონია პირველზე ისევ, ვაჟამ დამირეკა და გამოგივლიო წავიდეთო. მეთქი სად გამომივლიო თქო და მათემატიკაზეო და მე მივხვდი რომ დღეს მათემატიკის დღეა. მოკლედ, კიდე კაი კვება მოვასწარე, ვიდეოც დაიდო. ყველაფერი რიგზია. მე მათემატიკიდან რომ მოვალ, შემდეგ კვებას დავწევ. იქ დაგიბრუნდებით კიდევ. მოკლედ, წავედი ახლა ველოდები ვაჟას გამომივლის მანქანით და ჩავგორდებით როგორც ყოველთვის. 5 თეთრიანი ალბა დამჩეს მე თორე იმ კიბეზე ამსვლელი არ ვარ ფეხით ნამდვილად. წავედი. ცუგი. ახლა გამოვიდით მათემატიკიდან. სახში ავალ ახლა. ვაფშე გამიგეთებია მთელი გაგვეთილი ვიცექი პროსტა. სკოლს მაუშენ. ძალიან რაღაცნაირად. უხასიათოდ. არ ვიცი. დღეს ამ ისეთ ვიდეო არ იქნება განსაკუთრებული უბრალოდ თელ დღეს მაინც გამოვიდება. ნახოთ რა როგორ იქნება. რა იქნება. წავედი. მეორე კვებაზე აქ გვაქვს 80 გრამი ბრინჯი, 5 გრამი ზეითუნი, მარილი, 200 გრამი ფილე და აქეთ ერიკი, რომელიც ჭამს ჩვენთან ერთად. მოკლედ წავედი ახლა მე ამას შევჭამ და შემდეგ დავიწყებ იმ საინტერესო თემაზე ლაპარაკს, რომელსაც ნახოთ თუ დაგაინტერესებთ ზოგიერთებს, იმიტომ რომ ზოგმა დიდი ინტერესი გამოხატა ამ თემაზე. წავედი ახლა. ესე იგი, აქ გვაქვს კარტოფილი. აირფრაიერში გამოცხვარი. აქეთ ყავა. აქეთ One Piece-ის ახალი სერია. მოკლედ ამას ახლა შევჭამ. შემდეგი კვებიდან ჩაგერთვებით ისევ რა და ვეცდები გელაპარაკოთ რაღაცეებზე. ესე იგი, ესეთი მესიჯი შემომივიდა პირველ შეტყობინებაში, რომ შენი ისტორია რო გაგვიზიაროო რა, ცოტათი მაინცო, როგორ გახდი ინსტრუქტორი და ტურნირებზე ინფორმაციას საიდან იღებო. ესე იგი, საქართველოში რამდენიმე ფედერაცია არის ბოდიბილდინგის, რომელიც იყო წლებია და არის და ყოველ წელს მე მგონი ახალი არსდება. ვინც არიცით არის მაგალითად ახლა 3 მთავარი ფედერაცია, მე მგონი მეტიც არის, მაგრამ მე ეს 3 ვიცი. ერთი არის IFBB, მეორე არის GFC, რომელიც ახალი ფედერაცია არის და შარშან ჩატარდა მგონი პირველად და მესამე არის მესამე ფედერაცია WFF, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონატი არის, რომელიც წელს ტარდება ბათუმში. სადაც გავდივარ მე. სადაც თამაშდება პროკარტა და მოკლედ წელს პროკარტაზე ჩალიჩვთ რა. დიდად რომ გითხრათ, რომ გული დამწყება თქო, რომ ვერ მოვიგო თქვა რაღაცა, არა, ანუ მე ჩემ მაქსიმუმს ვაკეთებ და ჩემ თავს ვანახებ რა შემიძლია რა. ეს არის ჩემი მოგება. ესე იგი, ბავშვობიდან დავდი, 4 წლიდან დავდივარ სპორტზე, ხან ჭიდაობდი, ხან ჩხუბობდი, რავი, 6 წელი MMA-ზე ჩხუბობდი, 8 წელი კლასიკურ ჭიდაობას ჭიდაობდი. მოკლედ ძალიან ბევრი სპორტი გამოვიარე და ძალიან ბევრი წარმატებები მაქვს სხვადასხვა სპორტში, მაგრამ ეს სპორტი პირადული მიზეზების გამო, რასაც ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, ეს არის ძალიან პირადული მიზეზები, ეს სპორტი დავიწყე ამ ყველაფრის გამო რა. ეს სპორტი არის ჩემთვის ყველაფერი, შემიძლია ამ სპორტის სიყვარული, ბოდიბილდინგის სიყვარული, ანუ არ ვიცი რა, ეს არის ჩემთვის ყველაფერი. ეს არის ჩემი ცხოვრება, რომელსაც ვაპირებ, რომ ბოლომდე მივუძღვნა და არ ვაპირებ არასდროს გაჩერებას რა. მიუხედავად ყველაფრისა. ესე იგი, ვიპოვე, აღმოვაჩინე ეს სპორტი 14 წლისას, იმის შემდეგ დაინტერესებული ვიყავი და 16 წლისას დაახლოებით, სანამ გავხდებოდი, უკვე დავიწყე ჩემით, ასე ვთქვათ, მზადება რა. და სპორტში ჩართვა. მოკლედ, ფიტნეს ტრენერი გავხდი 16-17 წლის ასაკში. ესე იგი, იმის გამო, რომ როცა აღმოვაჩინე, რომ ეს საქმე სიამოვნებდა და გარკვეული ცოდნა უკვე მქონდა
და ეს ცოდნა მინდოდა გამეღრმავებინა, მივხვდი რომ ეს იყო ჩემი საქმე. სიამოვნებდა ეს ყველაფერი, ხალხთან კომუნიკაცია სიამოვნებდა, ხალხის დახმარება სიამოვნებდა და მოკლედ დარბაზში შემეძლო 7 საათი და 8 საათი ისე ყოფილიყავი, რომ არ მომბეზრებულიყო რა. ანუ ჩემი საქმე აღმოაჩინე, ჩემი საქმე ვიპოვე, ერთი ძალიან მომაყობ რა. და ძალიან მომწონს ეს ყოველივე და ერთ წუთს არ ვნანობ, რომ ეს ყველაფერი გავიარე რა. ან ერთ წუთს არ ვნანობ. იმ დონეზე მიყვარს ეს ჩემი საქმე. ხო, სერტიფიკატი ავიღე ტატოსთან. შეგიძლიათ მიხვიდეთ 100%-იან რეკომენდაციას უწევ, თავის საქმის უდაოდ პროფესიონალი არის. და მოკლედ ტრენერობას ვაპირებ მე 18-ის როგორც კი გავხდები მაშინ. რამდენიმე დარბაზში ვიყავი მისული და უარეთ გამისტუმრეს იმის გამო, რომ 17-ის ხარო და არასრულწლოვანი ხარო და პრობლემები არის საბუთებზეო და ესო კაი მეთქი. შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამება ეს ყოველივე რაც მითხეს, მაგრამ გასაგებია. არავის სურს 17 წლის ბიჭი საყვანა დარბაზში იმის გამო, რომ ავერენდობი რა მესმის ყველაფერი, ამიტომ ჩემი ასე ვთქვათ მოკლედ რა ეს არის პრობლემა, რომელიც როდესაც 18-ის რო გავხდები, ვეცდები რომ დარბაზი ვიპოვო და მოვაგვარო ყველაფერი რა. ცოტა ხანში ამ კვებას შევჭამე ახლა, დარბაზში ჩავალ. მოკლედ თქვენი კომენტარები აი ესეთ რთულ დღეებსაც კი ძალიან მილამაზებს და მიხალისებს, აი მართლა. აი ხა ძალიან ემოციურად ვარ, პროსტა ანუ მართლა არ ვიცი რა. ამ მზადების გამო ჩემი ორგანიზმი არის ძალიან დასტრესილი რა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის და რთულად ვარ. რის გამოც ან ყველასთან აგრესიული ვარ ძალიან. ყველასთან თავის შორს მიჭირავს, მით უმეტეს მე სულ ჩაკეტილი პიროვნება ვიყავი და ინტროვერტი ვარ ძალიან. ვერ ვიტან გარეთ გასვლას ხალხთან კომუნიკაციას და მოკლედ როდესაც კამერა ავიღე ხელში და დავიწყე გადაღებები, ეს ყველაფრის ასე თქვათ გამოსწორებას ვცდილობ რა. მხოლოდ ჩემ საქმეში არის ის მომენტები, როცა ხალხთან კომუნიკაციას არ ვერიდები დარბაზში, გახსნილი ვარ ბოლომდე და თავისუფალი პიროვნება ვხდები რა. სწორედ ამის გამო შემიყვარდა ეს საქმე და ამის გამო ვთვლი, რომ ეს არის ჩემი საქმე რა. მოკლედ ვინც არის ეს კიდე წელს ვაბარებ, სად ვაბარებ და როგორ ვაბარებ ჯერ არც მე არ ვიცი. მართალია რომ უკვე ერთი ორ თვეში გამოცდები არის, მაგრამ ხო ასე არის სიტუაცია, არ ვიცი. ჯერ კიდე რა მინდა, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ მე ეს საქმე მინდა და ეს სპორტი მინდა. მოკლედ სულ ეს არის ისეთი თქმაც მინდოდა. ყველა ძალიან მიყვარხართ, ყველა ძალიან გაფასებთ და კიდევ ერთხელ უსვავ ხაზს, რომ ეს ვიდეოები არ დამიწყია იმის გამო, რომ ასე ვთქვათ, გავიტრენდო და ჩემი ის გავარდეს რა. ეს ვიდეოები იმის გამო დავიწყე, რომ ჩემ თავს დავეხმარო და რომ გამოვიხედები მომავლიდან, აი რა გზა გამოვიარე რა. და ეს თელი მზადება მინდოდა აბიჭდილი ყოფილიყო რა, ასე ვთქვათ. და სულ ასე ვთქვათ, მენახა რა. მით უმეტეს ძალიან მიყვარდა, როცა უყურებდი მსგავს ვიდეოებს, მსგავს სტილის ვიდეოებს. პირველ რიგში თორნიკეს ვიდეო, თორნიკე ჭინჭარაძე, ვინც არიცით, ზუსტად ასეთი ვიდეოები დაიწყო მანაც მზადების პერიოდში და მაშინ ვერ ხვდებოდი, რას ამბობდა, როცა იძახდა, რომ ძალიან მეხმარებაო ვლოგის გადაღება. და ეხლა მართლა ხვდები, ვაანალიზებ ყველაფერს და მოკლედ ყველასგან ვიღებ ისეთ კარგ თვისებას, ვცდილობ მაინც, რაც დამეხმარება რა, ანუ ყველასგან ვცდილობ რაღაცა ვისწავლო. ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიღაცისგან ისეთი რაღაც ვისწავლო, რომ ჩემ თავს გამოვადგეს რა. მოკლედ სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით, ეხლა დარბაზში ამ კვებას შევჭამ და დარბაზში რო ჩავალ, იქ დაგიბრუნდებით რა, დიდი ალბათობით. ეს ჩემი კედელი, ვინც არიცით, ანუ აი აქ ჩემი სერტიფიკატი არის, აქ ჩემი ჭიდაობის და სხვადასხვა იმის სიგელები და თასები და მედლები. წარმატებული ვიყავი სხვა სპორტებშიც. ეს ჩემი ბოდიბილდერების კედელი, რომელიც ძალიან მიყვარს, წლებია მაქვს ეს კედელი და მოკლედ ეს არის და ეს რა. ხო, ეს არის ჩემი წინაშეჯიბის სერტიფიკატი, სადაც მე 5 ადგილზე გავედი ფინალში, უნიორებში. მოკლედ
ეს არის რა, წავედი. ყველანი მიყვარხართ, ძალიან გავფასებთ. აბაჰე. მოკლედ ესე იგი პრესი მოვჩით კარდიოს დავასრულეთ ძალიან დავიღალე ძალიან უენერგიოდ ვარ დღეს ძალიან ცუდი დღე არის ემოციური სახლში თან ძალიან კორტიზოლი მაქვს აწეული მოკლედ მარტივად რო გითხრათ სტრესის ჰორმონი იმის გამო რომ სახლში წყალი არ მოდის მთლიანად ჩემობაში დაწყვეტილი არის და კვებები ვერ გავიმზადე ნორმალურად. თათმისფილი არ მქონია ბოლო ორ კვებაზე. ეხლა რომ მივალ ალბათ კიდევ ვერ გავიმზადებ და პლუს ის არის რომ ხვალ მიწევდა მთელი დღე გარეთ ყოფნა რა. სახლში ყოფნა არ მიწევდა. ვერ ვსვლაპარაკობ ეხლა ისე ვარ გადაღვივით. ესე იგი ხვალე მიწევს მთელი დღე მანქანით სიარული. დილიდან უნდა გავიდე და მიწევდა კვებების წაღება გზაში. მაგამიზადებინა ამ საღამოს, მაგრამ არ ხერხდება იმის გამო, რომ სახლში წყალი არ მოდის და რა გავაკეთო არ ვიცი. და ვერც ვფიქრობ, იმიტომ რომ მაგაზე რო ცალკე დავისტრესო არ მინდა რა. და იმის იმედი მაქვს, რომ სახლში რომ მივალ, უკვე მოვა წყალი რა. იქნებ როგორმე გამიმართოს და ცოტა ადრე მოვიდეს წყალი რა. მოკლედ, გიორგის რაღაცას თქმა უნდა და გიორგი უნდა გააკეთო. გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. მართავს იძახის ზამა მოკლედ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო იქნება რავი სპონსორები გავჭიდოთ რა ვიცი მოკლედ სახში მოვედით დარბაზიდან წყალი ისევ არ მოდის მაგრამ არ ვიცი ღმერთის წყალობით რა თქმა უნდა მცირე რაოდენობით ანუ ონკანიდან ასე ვთქვათ პატარა ძალიან პატარა ხაზებით მოდის რა წყალი ხო და ძალიან გამიხარდა ეგ რომ დავინახე საერთოდ რომ მოვუშვი ონკანი და ეგ რომ დავინახე და მოკლედ ესე იგი მაგ წყლით აუდექი და ბოლო კვება გავიმზადე პლუს ვიყიდე თან მაღაზიაში ცალკე გავიმზადე და რაღაცა ის ვიბოდიალე
ეხლა გვექნება ესე იგი 80 გრამი ბრინჯი, 100 გრამი ქათმისფილე თავისი და წინაკვების 200 გრამი ქათმისფილე, ანუ ჯამში გამოგვივიდა 300 გრამი ქათმისფილე, 80 გრამი ბრინჯი, თავისი ზეითუნის ზეთი და მეტი არაფრით რა, ეგ არის და ეგ. ხვალ ესე იგი დილით ვიდეო დაიდება დიდი ალბათობით. ვეცდები ახლა უკვე ვაედიტებ რა. და მოკლედ ყვება რომ ექნება, ჩაგერთვებით ისევ. წავედი, მოკლედ ხასიათი ცოტა გამომისწორდა. იმის ხარჯზე რომ დარბაზში ბოლომდე გავიწურე და მთელი საათნახევარი კარდიო იმას ვფიქრობდი, რომ როგორმე, ანუ ასე ვთქვათ, ანუ ჩემ თავში ვეძებდი იმ ძალას და ენერგიას, რომ გამომსვლოდა რა. რომ აი მქონდა ახლა ფიქრები, რომ მოდი 9 საათზე გავჩერდები, ვინ რას გაიგებს. მოდი 40 წუთზე გავჩერდები, ვინ რას გაიგებს. მოდი აი 1 საათზე ხო ავედი, გავჩერდები. ვინ გაიგებს, რომ 1 საათი გავაკეთე და არა საათნახევარი. და ანუ სულ ესეთი ფიქრები მაწუხებდა რა. მაგრამ ამ ფიქრებზე გავიმარჯვეთ, ძალიან მიხარია, რომ შევძელი და ჩემ თავს ვაჯობებ. ჩვენი დღიური მიზანი შევასრულე, აბსოლუტურად. ამაში ძალიან დიდი როლი გიჭერიათ თითოეულ თქვენგანს, ვინც დადებით კომენტარს მიწერს და ელემენტარულ წარმატებას მაინც მისურვებთ და ან უბრალოდ ვიდეოს ვინც ალაიქებს და უბრალოდ ვისაც ქსიამოვნებთ ყურება და ძალიან მიხარია მოკლედ ეს ფაქტი და ყველანი მიყვარხართ გულში რა. აი უთქვენოდ მართლა ეს მზადება. აი არ ვიცი 5 დღეა რაც დავიწყე YouTube-ზე ვიდეოების ატვირთვა და იმხელა რავი აი გამოხმაურება არის რომ მართლა არ ვიცი რა. არ მოველოდი ესეთ რაღაცას, მართლა აი გაოცებული ვარ ძალიან. მოკლედ ახლა წავედი, ბევრს აღარ ვილაპარაკებ. არ მეხერხება ესეთი სენტიმენტალური ლაპარაკები რა. ძალიან ისეთი პიროვნება ვარ ცოტა. ხო, მოკლედ წავედი ახლა ყვებით დაგიბრუნდებით რა და მე ალბათ უკვე დაგემშვიდობებით თან. წავედი. ყვება გამიმზადე. აქ არის ჩვენი ბრინჯი, ქათმისფილესთან ერთად. ამას შევჭამ და დაგემშვიდობებით თან. ალბათ კარგად იყავით ხალხო, წარმატებულ დღეს გისურვებთ და თქვენიც.